მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მეცხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს. სადაც მე თქვენ გაგიზიარებთ მთელი კვირის მანძილზე, რაზე ვიმუშავებ. წინა ვიდეო გამოვიდა გუშინ, შესაბამისად დროს არ ვკარგავ, წერ ეგრევე მისალმებას და ვიწყებ გადაღებას ახალი ვიდეო ვლოგის, ბოლოში კი შევხვდებით ერთმანეთს და შევაჯამებთ, რაზე ვიმუშავე და რა განვითარება მაქვს, ასე რომ დარჩით ჩემთან, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები, დამიკომენტარეთ და გამიზიარეთ ამ ვიდეოს ყურებისას რითი იყავით დაკავებული, ქსოვდით თუ ფონად გქონდათ ჩართული და სხვა საოჯახო საქმეებით იყავით დაკავებული, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის ამ კომენტარების წაკითხვა. ყველაზე მთავარი, ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი გამომწერი დამემატა არხზე და რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარეთ და გამოიწერეთ არხი, ასე რომ ძირითადი რისი თქმაც მინდოდა და გაზიარება გაგიზიარეთ, ახლა გავაგრძელოთ ყურება და ბოლოში შევხვდებით, რომ შევაჯამოთ მთელი ეს ჩემი ერთკვირიანი განვითარება. უკრაინიდან გადმოატრიალებო. ძალიან კაი. ნახე ყავისფერი ზოლებით უკრაინიდანაც იკითხება ნახატი. ხო. ძალიან კაი გამოვიდა. როგორც იქნა მოვიცალე და დავიწყე ეს შავი წინდები. ცალ-ცალკე დავიწყე მეტალის ჩხირებზე. ეს არის ადილეისი, წითელ-ლესკიანი ჩხირები. შემდგომ გავაერთიანე ტულიპის ხის ჩხირებზე, სადაც ერთი მაქვს პატარა და მეორე დიდი, რომ უფრო კომფორტული იყოს ქსოვა. დიდად არ ჩანს შავ ფერზე, მაგრამ აქ არის ორი თვალი უკუღმები, აი ამ ადგილებში და ეს გამოიყურება, არის 100% ქაშმირი, 2 წვერში, 100 გრამზე არის 1450 მეტრი და მე მაქვს 2 წვერში 50 გრამი და გორგალის შიგნიდან ვქსოვერც, გარედან მეორეს და სანამ ეს ზაფი არ დამთავრდება, მანამდე უნდა ვქსოვო. აქ არის ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ნიმუში, წინდები, რომელიც გამოყენებაში იყო და შემიკვეთეს, რომ ამის გავიმეორო. ესე რა ვთქვათ. ეს არის ძილის წინდები, რომელიც ხმარებაში იყო საკმაოდ დიდხანს, არის უკვე ძალიან ცუდ დღეში, მაგრამ საქმე მაგაში არა, საქმე იმაშია, რომ არის აი ესეთი უზორი აქ და ზუსტად აი ეს უკუღმა რიგები მიყვება აქაც, რომელიც სამწუხაროდ ახლა არ ასე ჩანს. ჩანს აი აქ ორი უკუღმა თვალი, ორი უკუღმა თვალი. 68 თვალი მაქვს ჩხირზე, თითო წინდისთვის. და ესე ერთ ჩხირზე მოიქსოვება წყვილი წინდა. მოკლედ, როგორც იქნა დავიწყე, ეხლა არის 23 საათი და 44 წუთი, მაგრამ ეხლა მას ჩავდებ
წავიღებ ხოლმე სამსახურში, დღეს ამის ქსოვას აღარ გავაგრძელებ, რაც მთავარია დავიწყე და აწინ უკვე მოიქსოვება. თავისით არ არა, თქო უნდა მე უნდა მოვქსოვო, მაგრამ რადგან უკვე ჭხირზეა ამოყვანილი, უკვე იმას ნიშნავს, რომ 50% გაკეთებული მაქვს საქმის. იმიტომ რომ რასაც ჭხირებზე ავკრიფავ ხოლმე, იმას ყოველთვის ვამთავრებ, მით უმეტეს ეს შეკვეთა აუცილებლად უნდა დამთავრდეს. მოკლედ შავი ფერი საერთოდ არ გადმოიცემა, თუმცა ფაქტით ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა დავწვევი ხვალინდელი სამსახურის სამუშაო დღისთვის მოვემზადები. როგორც იქნა გამოვიდა კაი ამინდები, მზე, სითბო, როცა შეიძლება რომ შენი ჭიქა ყავა, დალია უკვე აივანზე და არ გეშინოდეს იმისი, რომ შეგცივდება. მოკლედ, არაჩვეულებრივია. იმედი მაქვს მაქსიმალურ სიამოვნებას იღებთ ამ ყველაფრით. როგორც კი კიდევ უკეთესად დათბება ქვემოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამის მილაგებას შევძლებ. ეს არის ღობის იქით. არ ვიცი, საიდან მოაქვთ ეს ნაგავი. ხან სუგებს მოაქვთ, ხან ხალხს. ხო და ხედს მიფუჭებენ, ასე რომ იმედი მაქვს მექნება იმის შესაძლებლობა დროის კუთხით და ენერგიის კუთხით, რომ ეს ყველაფერი მივალაგო, თორე საერთოდ არ არის სასიამოვნო ამის ყურება. როცა აი ესეთი ლამაზი ნაძვები გაქვს წინ. და ოდნავ ჩამოიხედები და პატარა ნაგავსაყრელი. აივანზე დამაგრებულია ეს ჩვენი კაიაკი, რომელიც ასევე ელოდება თბილ ამინდებს. და ესეც აივანზეა, მარტო კი არ ვარ. იგი შიშო არ მაგცევს ყურადღებას. წინდების ქსოვა აქტიურად მიიწევს წინ, მოვქსოვე მთლიანად ტერფი ორივე წინდის და გადავედი ნაწნავებიან ზედა ნაწილზე. თუმცა ცოტა არ იყოს მეზარება პროცესი, მაგრამ აი ესე გამოიყურება გვერდითა ნაწნავები. იმედი მაქვს ჩანს, შავზე ცოტა რთულია საჩვენებლად ნებისმიერი უზორი, მაგრამ სიმაღლეში დარჩენილი მაქვს დაახლოებით აი ესეთი, ანუ სავარაუდოდ ორი გადაჯვარედინება, ანუ რაღაც აი ესეთი მონაკვეთი, არაფერი არ ჩანს, რა თქმა უნდა. აი ესეთი მონაკვეთი არის ზემოთ მოსაქსოვი, მერე პატარა წვრილი რეზინი და დამთავრდება. ძაფი დამრჩება წესით. ბევრი არა, მაგრამ დამრჩება. არადა ქარხნულ ნაკსოვში 25 გრამი იყო გამოყენებული თითო წინდაზე, რაზეც გავაკეთე გათვლა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლები დამჭირდება. ანუ 50 გრამი მქონდა სულ აქ, 25 უნდა წასულიყო თითო წინდაზე, თუმცა ვატყობ, რომ დაახლოებით 20 გრამი წავა თითოზე. მოკლედ ესეთი პროცესია, კიდევ აი აქედან ზევით მონაკვეთი მაქვს მოსაქსოვი, ერთი მეორე გადაჯვარედინება უნდა დავამატო და მერე რეზინი და უკვე შემიძლია დავასრულო. აქ მაქვს ქუსლი ბუმერანგი მოქსოვილი. ამ შავფერს გაზდის საღებავი გარეცხვისას და როგორც კი დავამთავრებ, კარგად მომიწევს ამის გამორეცხვა, ამ ზედმეტი საღებავის და მერე ბლოკატორებზე გაშრობა, რომ მაქსიმალურად ვიზუალი კონდეს ქარხნული წინდის. ესე რომ ვთქვათ, ეს მოკლედ ბევრი აღარ დარჩა რა წესით ეს დღეს უნდა დავამთავრო, მაგრამ ახლა წუთი-წუთზე მომივა მოსწავლე
და რო გავუშვებ მერე მექნება 9 საათი დაახლოებით შესვენებისთვის და იმედი მაქვს სათვალე მაქვს დატოვებული პეკინზე რონიკოში იმედი მაქვს ამ დროისთვის უკვე მზად იქნება რომ ავიღო და მერე 5 საათზე მეორე მოსწავლე მომივა ესეა ჩემი მთელი დღის პროცესი მოკლედ შავი ოღონდ ამის ფონზე ეს შავი გახუნებული ჩანს არადა რეალურად თლად ეგეთიც არ არის მოკლედ ესეთია ამ წინდების ისტორია რომელიც ძალიან დიდი ხნით გადავდე დაწყება თუმცა უკვე იმდენად ახლოს არის დამთავრებასთან რომ ჯობია დღევანდელი საღამო სრულად დავუთმო დავამთავრო და დავისვენო შეკვეთა დავამთავრე შავი წინდების, გარეცხილი ახლა შრება. ვიდეოს ბოლოს გაგიზიარებთ დასრულებულს და მანამდე მინდოდა მეჩვენებინა რა ეტაპზეა ჩემი კარდიგანი, რომელსაც ვქსოვ. ერთი მკლავი სრულად არის მოქსოვილი, არ მახსოვს წინა ჩართვაში რა ეტაპზე გაგიზიარეთ. მოკლედ, ერთი მკლავი სრულად მაქვს მოქსოვილი, მეორე ნახევარი, სიგრძე დაპაუზებულია. და ყველაზე დიდი პრობლემა და სანერვიულო ის არის რომ აი ჩემი ძაფი რაც დამრჩა. არ ვიცი რამდენზე მეყოფა, მოკლედ გადავწყვიტე რომ პირველ რიგში მკლავს მოვქსოვ სასურველ სიგრძეს, ორივე რო იყოს დასრულებული და იმის მიხედვით რამდენი დამრჩება და რამდენი გრამი იქნება გავთვლი მეყოფა თუ არა და თუ არ მეყოფა მოვქსოვ სიგრძეს რამდენიც მჭირდება, დავარღვევ მკლავს და გავაკეთებ ან ჟილეტს ან მოკლე მკლავიან მეგი კარდიგანის ვარიანტში, რომ პეტიტ ნითის დიზაინის მიხედვით, ანუ ფორმას ავიღებ იქიდან, მოკლედ ესეთი დილემის წინაშე ვარ, სამწუხაროდ ეს ძაფი მაღაზიაში მეტი აღარ არის. ზუსტად 300 გრამი მქონდა, 100 გრამით არის მოქსოვილი ტანი ამ დეტალამდე და 200 გრამით დავიწყე მკლავების ქსოვა. მკლავებს რომ დავამთავრებ, უნდა ვნახო რამდენი დამრჩება. თუ დარჩა 100 გრამი, არის შანსი იმისა, რომ მეყოს. ნახოთ რა გამოვა. დავამთავრე ორივე მკლავი. აი ესე ორივე მკლავი მზად არის. ამოვიყვანე საყელო რომ დარწმუნებული ვიყო რომ ეს დეტალი მაინც არის დამთავრებული. მკლავების მოქსოვის მერე ძაფი დამრჩა 82 გრამი. აი აქ. და ახლა ვქსოვ საყელოს. საყელოს მოქსოვის მერე ვნახავ რამდენი გრამი დამრჩება და ამას სრულად გამოვიყენებ სიგრძეში. და ვეცდები რომ სიგრძე დავამთავრო რეზინით. დავაკვირდები რამ სიგრძე გამოვა რეზინის მოქსოვამდე და თუ ყველაფერი მაკმაყოფილებს სიგრძის კუთხით. დავტოვებ და აი ამ პლანკას ეხლა მირინოსის ძაფი მაქვს შეკვეთილი და როგორც კი ჩამოვა, ფერი თუ დაემთხვა, იმ ფერით დავამთავრებ ამის ქსოვას. თუ არა და რაიმე კონტრასტულ ნაქსოვს გავუკეთებ, ან ერთი ვარიანტია, როგორც ფიქრობდი, რომ მკლავები გავაკეთო მოკლე, ეს სიგრძე გავუშვა აქ და გავაკეთო ორმაგი საყელო, როგორც თავიდან მქონდა ჩაფიქრებული ორმაგი პლანკა. მოკლედ იმედი მაქვს, რაღაცნაირად გამოუძვრები ეს დნე. ხელს ხوار გიშლით, რა ვიცი.
მაინც აიღო. ოხრა მაიმუნია. მოკლედ ნელა დნება ეს ბაბინა და იმედი მაქვს რომ რამენაირად ჩავეტევი. ანუ საყელოს, აი ამ საყელოს დეტალის გარდა გამოვიდა რომ 216 გრამი მოვქსოვე მკლავები და ეს დეტალი. მიყიდა 600 რა უბედურება, რატო ვიყიდე 300, ანუ ერთ ბაბინაზე იყო 300 გრამი და ვიყიდე 300. მაშინ როდესაც შემეძლო მეორეს ამეღო ესეთი და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ან მეორე ვარიანტი, ანუ ესეთი უზორებიანი ნაქსოვი რო არ გამეკეთებია და მომექსოვა მთლიანად წაღმა ნაქსოვით ან აჟურული ნაქსოვით ამ შემთხვევაში პრობლემა არ შემექმნებოდა იმასთან მიმართებით, რომ ძაფი არ მყოფნის. მოკლედ, ძირითადი ნაქსოვი იქსოვება 3 ნახევარზე, ხოლო საყელო ამოვიყვანე 3 მმ-ზე, ეხლა გადავედი 2.75-ზე. ტულიპის ჟღერებზე და კიდე უნდა დავავიწროვო 2 ნახევრამდე და ვფიქრობ, მაინც არ მყოფნის ძაფი და ბარემ გავაკეთებ ორფენიან საყელოს, როგორც მქონდა ჩაფიქრებული. იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ აი ეს სივრცე კარგად დავიწროვდეს, კარგად შეიკრას და არ გაიწელოს მერე დროთა განმავლობაში. ან იყოს ერთფენიანი და რეზინს ჩავსვავ ელასტიურს. მაგრამ რეზინი გახსნილზე მთლად კარგი იდეა არ არის. რეზინი უფრო თავის ფუნქციას ასრულებს, როდესაც შეკრულია და წრეზია ჩასმული, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში აქ ღილის ადგილს გამიწელავს. მოკლედ, მაგას პოსტფაქტუმ გავარკვევ. თუმცა აი აქ მომწონს როგორიც გამოვიდა ეს ყველაფერი. ძალიან ლამაზად გამოვიდა საყელო. ასე რომ გავაგრძელებ ახლა ქსოვას. ისე, სანამ ქსოვას გავაგრძელებ, ამ შავ წინდებსაც გაჩვენებთ, იმიტომ რომ დასრულებული ნივთია, ქაშმირი 100%. გავრეცხე, გავაშრე ბლოკატორებზე. მოკლედ ძალიან მომწონს, რაც გამოვიდა, იმდენად რბილი და ფაფუკია და ჯამში დამჭირდა დაახლოებით 40 გრამი. ცოტა შეიძლება მეტი 40 გრამზე. მოკლედ ესეთი ლამაზი წინდები გამოვიდა, გრაფიტის ფერი ჩანს ახლა კადრში, მაგრამ რეალურად არის კუპრივით შავი. აი, 2 ცალი. ეს ნაწნავების იდეაც ძალიან მომეწონა წინდებზე და მოკლედ დიდი ალბათობით გავაგრძელებ ესე წინდებზე ნაწნავების კეთებას, იმიტომ რომ უფრო მეტად საინტერესოა ვიდრე უბრალოდ წაღმა ნაქსოვი წინდა. და ესეთი დასრულებული შეკვეთა არის, რომელიც უნდა ხვალე სამსახურში რომ მივდივარ დავურეკო დამკვეთს რომ მზად არის და შეუძლია წაიღოს და ეს დამრჩება ერთი შეკვეთა ზუსტად აიაგერე რაც დევს ეს ჩემი თავშალი რასაც ვქსოვ, რომელზეც მითხრეს რომ არ ეჩქარებათ გაზაფხულამდე, გაზაფხული დაგვიდგება ზუსტად ერთ კვირაში, ასე რომ უნდა დავასრულო ისიც, თუმცა ახლა მთელი ჩემი გონება მიმართულია ერთ კონკრეტულ საკითხზე და სანამ ის საკითხი არ ჩაივლის და არ დამთავრდება და არ გაირკვევა სიტუაცია, მანამდე ვერაფერზე ვერ ვახერხებ კონცენტრირებას. მოკლედ, ფისო ახმაურდა თავისი სათამაშოთი, ახლა შევწყვეტ, მოკლედ, მინდა რომ აი ამ ნაწყვეტშივე რაც გაგიზიარეთ, სულ ეს იყო, რაზეც მუშაობდი, მთელი ეს კვირა და ამით დავამთავრებ ვიდეოს გადაღებას, გისურვებთ სიმშვიდეს, ყველა მიზნის მიღწევას, მაქსიმალურად ბევრ თავისუფალ დროს საყვარელი ჰობისთვის, ჩვენ კი ერთმანეთ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, მომიტევეთ რომ კადრში სახით არ გემშვიდობებით, თუმცა ეს ვიდეო რომ დროულად გამოვიდეს, ჯობია რომ ესე დავასრულო და შემდეგ ვიდეოში კი შევხვდებით უშუალოდ სახით. ასე რომ დაგემშვიდობებით, ახლა ესეთია ჩემი პროცესები, ესეთია ჩემი განვითარება, ეს ორი პროექტი, რაზეც აქტიურად ვიმუშავე.